მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ამ ფორუმში მონაწილეობის მიღება და მართლაც ასიხარულოა, რომ ასეთ ფორუმში ესეთი სპეციალური სექცია, პანელური სექცია შეიქმნა სწორედ ადრეული განვითარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ბაზაზე გარემოს და ურბანიზაციის გავლენის შესახებ. მე არ გეგონოთ, რომ ვარ ურბანიზაციის მტერი, ასფალტი სადაც ვთავრდება, ჩემი ცხოვრებაც იქ ვთავრდება. თვითონ ტიპაჟი ვარ ესეთი, ქალაქის. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ცენტრში ძალიან იმატა, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ მომართვიანობამ, უბრალო განვითარების შეფერხებით კი არა. ძალიან დამძიმებული ბევრი სამედიცინო პრობლემებით და ფსიქიკური პრობლემებით. რაც არის ძალიან შემაშფოთებელი. მე სამწუხაროდ არა მაქვს პოპულაციური სტატისტიკა და ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს მინდა ვისაუბრო საერთაშორისო პრაქტიკაზე და როცა დავინტერესდი ამ საკითხით და დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, აღმოვაჩინე უამრავი კვლევა განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებულ ქვეყნებშიც არის სერიოზული პრობლემები და ძალიან დიდი ხანია უკვე ფიქრობენ, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა. თანამედროვე ტენდენცია ვიცით ჩვენ ახლა მთელ მსოფლიოში და ჩვენ არა ვართ გამონაკლისი არის ურბანიზაცია და ამას მრავალი სიკეთე მოაქვს. დავიწყებ იქიდან, რომ ეს არის კომფორტი, ეს არის მისაწვდომობა, განათლების, ჯანმრთელობის სერვისების, სხვადასხვა დასაქმების, ბევრი სიკეთე მოაქვს ურბანიზაციას, მაგრამ ჩვენ ამ სიკეთეების დევნაში ხშირად ჩვენი თავი უკვე გვავიწყდება ხოლმე, ჩვენი ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ასე ფსიქიკური და ეხლა მე დღეს არ ვისაუბრებ ცხადია გარემოს დაბინძურების გავლენაზე, რა გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამაზე ექიმები ძალიან ესეთი საზოგადოებები და სხვადასხვა ასოციაციები საუბრობენ კიდეც და კვლევებსაც ატარებენ. დღეს ვისაუბრებ მე სწორედაც რომ ერთი წუთით ბავშვების განვითარებაზე და მათ და იმ პარამეტრების გავლენაზე, რაც ასე ახასიათებს ურბანულ გარემოს. ეს არის ძირითადად ჰაერის დაბინძურება, ხმაური, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ბავშვებზეც კი მარტო კი არა ჩვენზეც და ჩვენ ვნახავთ ამას. ბავშვების თავის თვენი განსაკუთრებით ტოქსიურია. განსაკუთრებით დიდ გავლენას განიხდის თუნდაც მცირე ტოქსინებისგან და ეს მავნე ნივთიერებები უბედურება ის არის, რომ ლახავს სპეციალურ ბარიერს, რომელიც ჩვენ გვაქვს ტვინში. ანუ ჩვენ გვაქვს ჰემატობარიერი, რომელიც არ უშვებს მომწამლავ რაღაცეებს, მაგრამ აი ამ პატარა მცირე ნაწილაკები იქნება, ტყვია იქნება თუ კიდევ სხვა რამე, ესენი გავლენას ახდენს, იმიტომ რომ გადის ამ ბარიერს. აი გამონაბოლქვი ნივთიერებები, როგორიც არის აი ეს ცნობილი PM2.5, აი ეს აზოტის დიოქსიდი, მძიმელი თონები უკავშირდება პირველ რიგში. ბევრი კვლევა ამაზე მე მოტანილი მაქვს ბოლოში, ვინც დაინტერესდება ლიტერატურა ამის შესახებ. ეს არის ფსიქიკური განვითარების შეფერხების გაზრდილი რისკი. მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოში იზრდება შეფერხების მქონე ბავშვების რაოდენობა. რეალურად აღარ მოუყვები ეპიგენეტიკურ კვლევებზე, გარემო როგორ მოქმედებს გენეტიკურ ცვლილებებზე. ეს სამედიცინო სფეროა მაინც, მაგრამ მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემსაც აღნიშნავს ბევრი კვლევა. ადრეულ ასაკში ADHD ძალიან მოდაშიროა. ანუ ძალიან ხშირი ჩივილებია მშობლების, დასრული ადამიანების. აღმოაჩენ მე რომ არა აქვს ეს ADHD, აბა რა აქვს? შფოთვა, ფორიაქი, უყურადღებობა, ვერ კონცენტრირდება, საიდან, რატო? აი აღმოჩნდა, რომ აი ესეთი დაბინძურებული გარემოს შედეგად 2022 წლის კვლევის მიხედვით ამ გარემოში 5-ჯერ მეტია ADHD-ის ტიპის და ADHD-ის შემთხვევების რაოდენობა.
აი ამ PM ორნახევარი აი ნაწილაკების და აი ამ ენოური ეფექტების კვლევისას აღმოაჩინეს, რომ მისი ექსპოზიცია მნიშვნელოვან კავშირშია როგორც ვერბალურ, ანუ სიტყვიერ, ასე ვიზუალურ სივრცით, არავერბალურ სივრცუნარებთან და მათ განვითარების შეფერხებასთან, ანუ ინფორმაციის გადამუშავებაში ხელს გვიშლის. სხვანაირად რო ვთქვათ. და დასწავლის უნარის დარღვევა. ამდენი დისლექსიანი ბავშვი არ მინახავს მე, კაცო, რა უბედურებაა ესა. ანუ ძალიან კი მომართვიანობა მოიმატა, იმიტომ რომ ცნობიერება ამაღლდა, მაგრამ ეს მთელ მსოფლიოში იმატებს ეს რაოდენობა, მარტო ჩვენთან არა. ეხა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ის განვითარებაზე რა გავლენას ახდენს და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ანთებით პროცესებს იწვევს, ინფლამატორულ პროცესებს იწვევს, ნელ ანთებით პროცესებს თავის ტვინში, ამას ძალიან ბევრი ნეირომეცნიერული კვლევა ამტკიცებს, სხვათა შორის MRI და სხვადასხვა ვიზუალური კვლევებით, რომელიც გვეუბნება, რომ პრეფრონტალურ ქენში, ანუ ჩვენ შუბლში და ამიგდალაში, რომელიც არის სპეციალური ბირთვი ჩვენ, ასე ვთქვათ, ტვინში და რას პასუხობს ორივე, ანუ რას ემსახურება აუცილებელ საზოგადოებაში ჩვენ სოციალურ ქცევას, აგრესიის მართვას. რატო ვართ ესე? მთელი საქართველოზე გადარეული აგრესიის მართვას, ემოციის რეგულაციას, თვითორგანიზებას და თვითდაგეგმვას. უახლესი კვლევების მიხედვით დაბინძურებული გარემო მაღალ კორელაციაშია შფოთვასა და დეპრესიის სიხშირის მატებასთან ბავშვებში და მოზარდებში, იმიტომ რომ სეროტონინის და დოპამინის ცვლაზე ძალიან ცუდად მოქმედებს ესეთი გარემო და ფსიქიატრები გვეტყვიან, რომ მომართვიანობამ განსაკუთრებით ახალგაზრდების, ანუ გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვების და მცირეწლოვანი ბავშვების აგრესიული ქცევის და გარდატეხის მქონე გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების დეპრესიის და შფოთვის ჩივილებით მომართვიანობის მომატება. ძალიან წუხარო არ მაქვს ამის შესაბამისი სტატისტიკა. მაგრამ დასავლეთის სტატისტიკა ასევე მეტყველებს იმაზე, რომ გაზრდილია მომართვიანობა განსაკუთრებით იზოლაციის მერე. პანდემიის მერე უნივერსიტეტებში და კოლეჯებში არ ყოფნით ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრები და ადამიანები. არ ყოფნით უბრალოდ. ისეთ დღეშია ხალხი. იმპულსის კონტროლის შემცირება და შესაბამისად გაზრდილი აგრესიული ქცევების და აი ამ პრობლემური ქცევების სიხშირე ასევე უკავშირდება აი ამ ჰაერის დაბინძურებას. ეხა ხმაურის გავლენა, ხო, ეს ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ხმაურს და რაღაცა სიჩუმე როა ყური მტკივდება ხოლმე, სადმე რომ მივდივარ ჩუმ ადგილას. ანუ რა იწვევს ტრანსპორტისა და ინდუსტრიული ხმაურის დისტრესის დონეს ბავშვებში? გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ბავშვები სენსორული თვალსაზრისით, ანუ ზღურბლების თვალსაზრისით, იგივე მხედველობა, სმენა, შეხება, გახდნენ ძალიან ფაქიზები, ძალიან დაეწიათ ეს ზღურბლი და ის რომ 30 წლის წინ ერთეული ბავშვი ჩემი მასწავლებელი ეძებდა ესეთ ბავშვს, რომ ეჩვენებინა, რომ აბა როგორია სენსორული ინტეგრაციის დარღვევით. დღეს ყოველ მესამე ბავშვს, არა მარტო სპექტრის მქონე ბავშვებს, ყოველ მესამეს ჩვენთან მოსულს აქ აი ეს შეუთავსებლობა გარემოს გამღიზიანებლებზე. ზოგს დაწეული აქვს ეს ზღურბლი, ზოგს აწეული და ვერ წარმოიდგენთ როგორი შიშების ასე ვთქვათ პროვოცირება შეუულია აი ამ ხმაურს, აი ეს მოტოციკლეტები რო დარბიან, ეს ხმები ამ სიგნალის, ეს საშინელი ასე ვთქვათ მოტორის ხმაური ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ ბავშვს, უკვე აღარ ვლაპარაკობ სმენით გადაღლაზე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაზე და აი HUS 2021 წლის მონაცემებით 55 დეციბელზე მეტი ხმაური მნიშვნელოვან კავშირშია ჩვილებთან. ეს მე არ ვიცოდი ნამდვილად მეტყველების განვითარების შეფერხებასთან. იმიტომ რომ სმენით აქტივობას, აი სმენით გადაღლას რო იწვევს, ბუნებრივია ენას ჩვენ ვისმენთ, ეს არნიშნავს, რომ სმენა დაქვეითებული აქვთ, მაგრამ აი ეს უყურადღებობა ამდენი ხმაურისგან კონცენტრაციას ლაპარაკზე ვერ ახერხებს. ნეირომეცნიერთა 2020 წლის მონაცემით ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს გაძლიერებული აქვთ ისევ აი ამ ამიგდალას ცნობილის აქტივობა, რომელიც პასუხს აგებს ემოციურ რეგულაციაზე. ამიტომ არის 21 საუკუნის ნებისმიერი ChatGPT-საც რო კითხოთ,
რა არის უნარები 21 საუკუნის? პირველი წერია ემოციური ინტელექტი. პირველი. ყველა ექსპერტი გეუბნება, რომ 21 საუკუნეში ემოციური რეგულაცია თუ არ გექნა, ვერ გადარჩები, ვერ ჩენი შველი. და ჩვენ ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობთ სამწუხაროდ ამ სფეროს. იგულისხმება, რომ ნუ ეხა ემოციებია, თუმცა მიხარია, რომ აი საბავშვო ბაღებში გვინდა ჩვენ და სკოლებშიც ნელ-ნელა დაიწყო სოციალურ-ემოციური სწავლების დანერგვა, რაც არ არის ადვილი სხვათა შორის, იმიტომ რომ ჯერ რო შენ ბავშვს გააგებინო, გაბრაზებულია თუ ნაწყენია, ჯერ შენ თორ უნდა გაიგო, გაბრაზებული ხარ თუ ნაწყენი ხარ, შენ ვერ გაგიგია შენი თავის. შესაბამისად, აი ეს კვლევები გვეუბნება, რომ ძალიან მძიმე გავლენა აქვს ხმაურს. იწვევს კორტიზოლის აწევას, იმიტომ რომ აი ამ ჰიპოთალამური ჰიპოფიზური ადრენალური ღერძის აქტივაციას იწვევს და გახშირებული ფოთვა, შიში, ყოველ მეორე ბავშვს შეიძლება შიში ქონდეს კაცო და დედასთან ეძინოს 12 წლამდე. რა ვიცი მე ხა, მანდა მაინც კარგი ისეთი მშობლების პირობებში როცა მშობელი ყურადღებიანია, მიჯაჭულობა, კარგია, მაინც რატო წინავს ამ 12 წლამდე ამ დედასთან შიშები აქვს, ხო? ანუ ფოთვა აქვს, ოღონდ ვერ გეტყვის რატო. ხმაური ასევე ჰიპოკამპუსის, ანუ ესეც მეორე, ასე ვთქვათ, ნაწილია ჩვენ ტვინში, ნეიროგენეზე ცუდად მოქმედებს და მეხსიერებას ასუსტებს ძალიან ბევრი ადამიანი, ბავშვი ჩივის იმაზე, რომ ვერ იმახსოვრებს. ან ყურადღების პრობლემა აქვს. უკვე დასრულებია, აი ჩემი სტუდენტები მაგალითად ჩივიან ჩემთან, რომ უჭირთ ძალიან დახსოვნება. ამ დროს შეუძლებელია ასეთი პროცენტული მაჩვენებელი იყოს, ეხა მეხსიერების დეფიციტის, ეხა პოპულაციური სტატისტიკური განაწილება ამას არ გვეუბნება. ხმაურის ეფექტი ასევე კავშირშია ძილის დარღვევებთან. მთელ საქართველოს არ წინავს, რომ გაიხედავ ესე იგი ღამის, მე არ წინავს პირველ რიგში და რო გავიხედავ ესე იგი 3 საათზე ანტებული გარშემო ყველაფერი. ჩემი ჩათვლით და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძილი არის ერთ-ერთი საშუალება ჩვენი ტვინის და ნეირო კავშირების აღდგენის. ეხლა რაც შეეხება მწვანე საფარს, მივადექით. ბუნების აეს და ბუნებრივია ბუნებასთან კავშირის დარღვევის და მწვანე საფარის სიმწირე ხელს უშლის ბავშვის სენსომოტორულ განვითარებას. ჩვენი ბავშვები ისედაც გაჯეტებთან სხედან, ნახეთ. და მოტორული, სენსომოტორული განვითარება ინტელექტთან პირდაპირ კავშირშია. მშობლოს უყურს ბავშვს ცალფეხზე რო ვაყენებ, კითხვის პრობლემით მოდის და ცალფეხზე დგომა რა შუაშია. ბალანსი პირდაპირ კავშირშია უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებთან. შესაბამისად, აი ეს მწვანე ისედაც სახში ზის ბავშვი, მშობლოსაც უხარია, იქვეა, თვითონაც არცალია საწყალშობილო სამსახურშია, ბავშვი არის გაჯეტებთან. კვლევების მიხედვით მწვანე საფარის ნაკლებობა მაღალ კორელაციაშია პოპულაციაში და მათ შორის ბავშვებში დეპრესიის, ფოთვის, მარტოობის განცდის სიხშირის დასთან. იმიტომ რომ ესეც გავლენას ახდენს დოპამინის და სეროტონინის მოდულაციაზე. აი 2024 წლის ძალიან საინტერესო კვლევაა, მეტაანალიზური, გაანალიზებულია 100-ზე მეტი კვლევა. ბუნებასთან, სიმწვანესთან კონტაქტი და ექსპოზიციის ინტენსიურობა მნიშვნელოვან კავშირშია მუშა მეხსიერებასთან. იცით ეს როგორი მეხსიერება? აი ჩვენ კომპიუტერს რო აქვს მიმდინარე ინფორმაცია უნდა დაიმახსოვრო, ძველი ამოიტანო და რეაგირება გააკეთო. ანუ მუშა მეხსიერება არის დასწავლის მთავარი საფუძველი. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა უჩივის ამას. შეუძლებელია ყველას პრობლემა ჰქონდეს. რაღაცა მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს მუშა მეხსიერება ბავშვებში დაქვეითებული, ახალგაზრდებში დაქვეითებული და თვითრეგულაცია, ეს პრეფრონტალური წილები ადამიან აღზრდის შედეგია და გარემოს შედეგი. გენეტიკურად ესეა მოწყობილი ჩვენი ტვინი, რომ ყველა დანარჩენი ნაწილი თავის ფუნქციას ასრულებს თანდაყოლილად და ეს არის გარემოს და აღზრდის შედეგი, ხალხო. და შესაბამისად, შედეგი რა გვაქვს ჩვენ, რომ ჩვენი შუბლით ჩვენ ვარეგულირებთ მიზნებს, სახავთ, თავს ვიკავებთ, იმპულსურ ქცევას ვარეგულირებთ, თვითორგანიზებულები ვართ, ძალიან ბევრი მშობელი უჩივის, რომ უკან დევნაჭირდება ბავშვს, შეუძლებელია ეს ყველას ADHD ჭირდეს.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩივის რომ ვერ აორგანიზებს თავის დღეს, შეუულებელია რომ იმასაც ეს ჭირდეს და არც ჭირს. აბა რა ხდება? ეს არის სწორედ აი ამ ფაქტორების ზემოქმედება, რომელსაც კვლევები გვეუბნებიან და აღმოჩნდა რომ კორტიზოლსაც ამცირებს ეს ექსპოზიცია ბავშვებში, ანუ შფოთვას უმატებს. თვითონ როგორ და შესაბამისად აი როცა სიმწვანეში ჩვენ თვითონ რო გავდივართ, აი გახვალ ქალაქგარეთ, ხო? რაღაცა სხვანაირად ვშვიდდები, ხო ესეა? იმიტომ რომ კორტიზოლი გიმცირდება, ემოციური განწყობა გიუმჯობესდება და შესაბამისად აი ძალიან საინტერესო კვლევებია აი ამ ურბანული და სხვათა შორის უსაც აქვს მოტანილი, რომ ეს ხელს უწყობს ემოციური და სენსომოტორული ინტელექტის განვითარებას ბავშვებში, რაც არის თავარი საფუძველი მერე სწავლის. ამდენ ენებს ვასწავლით, არის ერთი ამბავი ამ ბავშვების დატვირთვა, რა ვიცი მე მილიონაირი რაღაცეებით. ორი რამე ჭირდება ბავშვს, მოძრაობა და სუფთახაერი, მეტი არაფერი ჭირდება მის ტვენს. და ჩვენ ფაქტიურად ესენი წავართვით და ბევრი სიკეთეები მივეცით, მაგრამ ეს მთავარი სიკეთეა. ეხლა რა ვითარებაა თბილისში? ბოლო წლებში ესე იგი ისე მიხარია, რომ ძალიან ბევრი სიმწვანე გაჩნდა, ძალიან ბევრი. აი მე ვარ ფეხით მოსიარულე პარტიაში, ეგეთი ადამიანი ვარ. მანქანების მტერი არა ვარ, მაგრამ თვითონ იდეოლოგიურად ვარ ეგეთი. და ისე მიხარია, რომ ქუჩაში გამოჩნდა საშუალება, ანუ დაგვაფასეს ფეხით მოსიარულეები და ეს არის ძალიან კარგი. და აგერ ამხელა პროექტია, ურბანული ტყის პროექტი, 700 ჰექტარიანი, აგერ თბილისის ცენტრალური პარკი, აგერ ყველა რაიონში, არ არის საკმარისი. ძალიან შეიძლება გეწყინოთ მერიას, მაგრამ მაინც არ არის ეს საკმარისი კაცო. ერთ სულ მოსახლეზე ნახეთ როგორ არის მწვანე სივრცის რაოდენობა თბილისში არის 2-3 კვადრატი. და ევროპაში 30-50 კვადრატი. წარმოიდგინეთ. ხუს რეკომენდაციით მინიმუმ 9 კვადრატი მწვანე უნდა იყოს. თუ არა, იწყება შფოთვა და დეპრესიული სიმპტომები. იმიტომ ვართ რაღაცნაირად ესე ხო ყველა. მწვანე სივრცეების ხელმისაწვდომობა აი კვლევების მიხედვით თბილისის სხვადასხვა რაიონში მწვანე სივრცეების ხელმისაწვდომობა ბუნებრივია განსხვავებულია. დიდუბეში და აი პლეხანოვი და ეგეთებში ცხადია უფრო მცირეა, ნაძალადებში უფრო მეტია, ანუ აი არათანაბარი რაღაცეებიც ხდება ჩვენ რაიონებში. ეხლა რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ ჩვენ, ხო? კი ბატონო, აგერ ქვეყანა კვლევებია სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს ესეთი სტატისტიკა. ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაშე არსებული გამოწვევები არის მრავალფეროვანი, რომელიც ჩვენ ბავშვებს ეხება, ცხადია. მარტო ურბანული გავლენა ცხადია, ეს კომპლექსური, ასე ვთქვათ, საკითხია, სოციალური, ასე ვთქვათ და საგანმანათლებლო ფაქტორებიც მოქმედებს ცხადია ბავშვზე, მაგრამ ეხლა მე ბუნებრივია აქცენტი ურბანულ გარემოზე მაქვს. პირველი და ყველაზე ისეთი გამოწვევა მაინც არის მწვანე სივრცეების შეზღუდული ხელმისაწვდომობა გადატვირთულ უბნებში, რაც აი ბავშვებისთვის მეგობრული ქალაქი. როგორ უნდა თქვა ხო აი ეგრე. აი თბილისი ეხლა ჩემი მშობლიური ქალაქია, მაგრამ არ არის ბავშვებისთვის მეგობრული ქალაქი. აი ესე ეზოები, აი ხა მუნიციპალიტეტები ბევრს მუშაობენ, აი ხა ჩემ ეზოზე ვიტყვი, სხვაზე რო არ ვილაპარაკო, ვერ იცნობთ ჩვენ ეზოს, ეს ვაკეში ხდება. ესე იგი, საშინელ ეზოში, ესე იგი, ნარკომანების ბუდე რო იყო ხოლმე ყოველთვის, შვერიერი სათამაშო მოედანიც არის ყველაფერი, მაგრამ ნახეთ კულტურა. მშობლებმა ბავშვებს უნდა ასწავლონ ამის შეფერება და ამის გამოყენება, რაც არის ძალიან რთული. ანუ ცნობიერების გაზრდა, ანუ მარტო ის არ არის, რომ აი ამდენ ასე მოეწყო, ხო? მწვანე საფარიც არის, ყველაფერი არის. აი იმ დღეს გავადი დაგლიჯეს ეს, მოგლიჯეს ეს რაღაცეები ბავშვებმა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რომ ეს პრევენცია ყველა ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. არ არის მარტო იმაზე, რომ აი მოვიდა სახელმწიფო და გამიკეთა. ჩვენი მოქალაქეობრივი შემცნობიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ გაგიკეთა ერთხელ და მერე დაინგრა და შენ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ეს შეინარჩუნო.
ანუ ტრანსპორტის და ხმაურის დაბინძურება, მაღალი ხმაური, ჰაერის დაბინძურება ცენტრალურ უბნებში ცხადია ეს გავლენას ახდენს, სოციალური იზოლაცია. ჩვენ ბავშვებს აი ხა კი არის ტენდენცია რომ ეზოებში საშინელი გარაჟები რო იყო, ესენი იხსნება და რაღაცა სათამაშო მოედნები, მაგრამ ცნობიერებაც ისეთია, მაგალითად ჩვენ დაგვჭირდა ჩვენ ეზოში მუშაობა, რომ მეზობლებს არ უნდათ ამ რა ქვიან ჩვენთან არ იყო ეს, მაგრამ სათამაშო მოედანის შენარჩუნება, იმიტომ რომ დედა წუხდებიან ყვირილით ბავშვების და მანქანის ხმაურს ბავშვების ყვირილი ჯობია დღის განმავლობაში. ანუ აი სოციალური იზოლაცია და უსაფრთხოების ნაკლებობა ზოგიერთი სახლი ისეა შუაში სადღაც რომ არც ეზო აქვს, არც გასასვლელი. ანუ აი ესეთ რაღაცეებზე ურბანისტული, ასე ვთქვათ, დაგეგმარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიფიქროთ. სკოლებში ფსიქოლოგიური სერვისების მხარდაჭერა არ არის, ფსიქოლოგები ძალიან იშვიათად არიან. ეს გადატვირთული სასწავლო პროგრამები, ესე იგი ვიღაცა იტყვის რომ მტერი ვარ და ძალიან გადატვირთულია ეს სასწავლო პროგრამები. ისედაც სტრესის ქვეშ არიან ეს ბავშვები და საერთოდ სადღაც მეხუთე კლასის მერე არც სწავლა უნდა დემოტივირებულები, არა აქვს მნიშვნელობა ასეთია, ისეთია, ფაქტის სახეზეა რომ მშობლები ძალიან შეწუხებულები არიან და ეკრანული დროის გადაჭერება რა შვება ბავშვი. ეზოში ვერ ჩავა, იქ ვერ გავა, მშობელს არც ალია, ისევ ზის გაჯეთთან და ისევ უბრუნდებით იგივე პრობლემას. ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს? ეხლა მე ვარ გარეთ, ესე იგი, სურვილებია ეს ჩემი ცხადია და მე არა ვარ სპეციალისტი, არც არქიტექტორი ვარ, ეხლა არც დამგეგმარებელი და არც ექიმი. ვარ ერთი ფსიქოლოგი, რომელსაც გონია, რომ მწვანე სივრცეების გაფართოება კიდევ უფრო და ჯერა ამისი, რომ ესე იქნება, აუცილებლად იქნება ამ ქალაქში. ურბანული დაგეგმარებისას აი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფაქტორის გათვალისწინება. მართალია ბატონი ვლადიმერი, ჩვენ ვერც ვიფიქრებდით, რომ ჩვენი თაობა, უბრალოდ თქვენ ჩემზე ახალგაზრდა ხართ ბევრად, რომ საერთოდ ამ საკითხებზე ვილაპარაკებით, რა ის ურბანული დაგეგმარება, ოღონდ რაღაცა სახლი აგეშენებინა და რაღაცა გექნა, ეკომეგობრული საცხოვრისების შექმნა. ჩვენ ვართ უკვე იმ საზოგადოებაში, სადაც შეგვიძლია გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ამაზე ვიფიქროთ და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის. და ინსოლაციის ფაქტორის შეიძლება რომ მთელ საქართველოს D ვიტამინი დაბალი ქონდეს ხალხო? ეს ნორმალურია? ბზის ქვეყანაში? რატო? ვერ გეუბნებიან ეს, ექიმებიც ვერ იძახიან რატო? ინსოლაციის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია განათება შემოვიდეს ამ სახლში. ეს ხელს რო გადაწევ და მიესალმები მეორე სახლს, ეხა გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს იმის ფოფურება, რომ ესეთი რაღაცები აღარ ვაკეთოთ. ტრანსპორტის ხმაურის შემცირებას, აი ძალიან მინდა რომ რაღაცა მკაცრი რეგულაციები შემოვიდეს რა. ხალხი ძაღლები რო შინდებიან, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, უბედურები და ბავშვები შავდღეში არიან და სხვათა შორის აი ადამიანები, ვისაც დაბალი აქვს ღურბლი და არ შეუძლია ამ ხმაურის ატანა, ხო? და სხვათა შორის აი დაბადების დღის ცენტრებშიც და რესტორნებშიც. აი რამდენჯერ შევეხვეწე რომ დაუწიეთ მეთქი და ვერ უწევენ და ვერ გავიგე რატო? ანუ ძალიან მაღალი დეციბელებია, აი ძალიან მაღალი. არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს ეგეთი დეციბელები რესტორანში, კაცო რა უბედურებაა ესა. მცირე ჯიბის პარკები, აი ესეთი პატარ-პატარა, მცირე ტერიტორიებზე განსაკუთრებით საბავშვო ბაღებთან და სკოლის ეზოებთან და სკოლასთან და შეიძლება ბავშვების ჩართვა, ამაში ისე უხარიათ ბავშვებს აქ მიწაში რომ მოჩიჩქნიან რაღაცას და მოქალაქეების წახალისება და გააქტიურება, ეს ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენ რო ვცხოვრობთ იმ ეზოში, არავინ არ მოგივა ესე და შენ მაგივრად არ გააკეთებს არაფერს, შენია ეს ეზო. ეს ცნობიერება ჩვენ არა გვაქვს, ძალიან სამწუხაროა სხვათა შორის, რომ არა გვაქვს. ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს, ხო, აი ეს უსაფრთხო გადასასვლელები, რომელიც ისედაც უკვე არის გაკეთებული ეს ზებრები, განსაკუთრებით სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან და უფროსების მოდელირება. აი 55 სკოლის წინ არის გადასასვლელი. პირდაპირ ავტობუსი ჩერდება, დგევარ, დედი, ორი შვილით, წითელი ანთია, გადარბის. ესე იგი
ბავშვმა როდის უნდა ისწავლოს ეგა? აი როდის უნდა მოახერხოს ამის სწავლა და ჩვევაში გაუждდეს, ხო? ანუ აი ეს კონცეფცია მეგობრული მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის მეგობრული ქალაქი, სხვათა შორის აი ბუტაზონის ძალიან კაი სტატიაა და ვინც დაინტერესდება წაიკითხოს, კონცეფცია აქვს პირდაპირ, სადაც სამი ნაწილია. ერთი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ჩვენთან სამწუხაროდ საზოგადოებრივი ჯანდაცვას რაღაცა ესე ჭრდილშია და მთავარი უნდა იყოს, იმიტომ რომ პრევენცია რეალურად და სწორედ ეს საკითხები შედის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. მეორე ეს არის ქალაქის დაგეგმარება, რომლის ძირითადი ფოკუსი არის მენტალური ჯანმრთელობის და სოციალური ურთიერთობის ხელშეწყობა, რომ ჩვენ იზოლაციაში არ ვიყოთ, ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანი მართლა სოციალური ცხოველია, რომ მართლა გადავირიეთ ესე იზოლაციაში ყოფნით და ნეიროურბანიზაცია. ისე გამიკვირდა ეს ტერმინი, რომ წავიკითხე აი ამ ბატონის. ეს არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რომლის მიზანია დაგეგმარების დროს ნერვული სისტემის ფუნქციონირების პრინციპების გათვალისწინება ურბანული დაგეგმვის დროს, რომ ჩვენ არ გქონდეს სტრესი, არ ვიყოთ აი ესე გადარეულები და არ გქონდეს შფოთვა და დეპრესია. დიდი მადლობა. მე მგონი მოვჭი. კიდე მაგ მშობელმა რა უნდა გააკეთოს? მშობელმა უნდა გამოყოს დრო და თვითონაც გაისეირნოს და ეს ბავშვიც გაასეირნოს, ძალიან მწუხვარ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. ბუნების დღის მოწყობები, ეკრანისგან თავისუფალი ზონები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ხოლმე მშობლებთან, რომ ეს ეკრანისგან თავისუფალი ზონები გააკეთონ. მოძრავი თამაშების წახალისება, გამწვანებაში მონაწილეობა, ეზოში ხმაურის დონის გაკონტროლება და ბუნების მოფრთხილების და მოვლის სწავლება ბავშვობიდან. აი ეს არის ლიტერატურა. მოგესალმებით, მიხარია რომ ასეთი სავსეა აუდიტორია, ეს ნიშნავს რომ ინტერესია მაღალი. მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. კითხვა მაქვს ალბათ თამართან, რა საკვირველია მრავალშვილიანი დედაბერ ჯერ ახსენე. თქვენთან კონტაქტის ფუფუნება არ გვაქვს, ხა მერია და ბაღები და ეს საკრებულო კი. მოკლედ ქალბატონო თამარ, თქვენ ახსენეთ ჰიპერაქტიული ბავშვები და ეს ქცევის წესების აშლილობა, ძირითადად უწესრიგობა და ჩემ შემთხვევაში უფრო ბიჭის მიმართულებით. ცოტა რო დავმშვიდდე, თუ გაქვთ ესეთი სტატისტიკა, რა ასაკამდე შეიძლება გახვეთ თუ ეს არის მთელი ცხოვრების ამბავი და ჩემი როგორც მშობლის როლი, ახლა გარდა იმისა, რომ ეს პიკნიკები გვაქვს ტრადიციად, შეძლების და გვარად სკვერი, რაღაცა წიგნის წაკითხვისაათ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ფსიქოლოგთან ვიზიტი არ გჭირდება, ეს შაშენაც გესაუბრეთ და მშვიდად ვარ. აი, უშუალოდ რა არის ცხადი და ისეთი პრაქტიკა ნაცადი მშობელმა რომ შეიძლება თავად უპრობლემოდ მოაგვაროს ეს პრობლემა და მეორე აქვე ვიტყვი ხელოვნურ ჩართვაზე რას ფიქრობ და მაგალითად მელატონინის მიცემა, იმიტომ რომ ღამის 2 საათამდე არ იძინებენ და ასე შემდეგ თუ არის სწორი. მე ცოტა მეშინია ამ ამბის და თქვენი აზრიც ახლა უფრო ექიმების თემაა, მაგრამ თქვენი პრაქტიკაც იქნებოდა მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ესეთი შეკითხვისთვის, ესეთი მრავლის მომცველია და ყველასთვის საინტერესო იქნება. ესეთ რაშია საქმე? ჰიპერაქტივობა, ანუ ჭარბი მოძრაობა, ჭარბი და მოუსვენრობა, როცა ენერგიას ვერ ხარჯავს ბავშვი, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება იყოს და სულაც არ არის სავალდებულო, რომ ეს იყოს მდგომარეობა, არანეიროტიპიური მდგომარეობა. ბევრი მიზეზის გამო, გადაღლის გამო შეიძლება ბავშვი იყოს ჰიპერაქტიული. უჟანგბადობის გამო შეიძლება ბავშვი იყოს ჰიპერაქტიული. დიდი ხანი გაჯეტების ყურების გამო და განსაკუთრებით ძილის წინ ლურჯი სინათლე, ჩემ თავზე ვიცი, სხვაზე არ ვლაპარაკობ, გაგიქრობს ყველანაირ სურვილს, ამიტომ ვიძახი, ნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია მშობელს. პირველ რიგში, როცა მით უმეტეს სახში, როცა ბევრი ბავშვია, წესები, ჩვენ ხო არ გვიყვარს ამ ქართველებს ეს წესები. წესები, ანუ წესი რას ნიშნავს? ოღონდ ისე არა, ჩვენ რო ვიცით, რომ წესი არის საცხა ლოზუნგად და მე რასაც მინდა მაინც იმას ვაკეთებ, იმიტომ რომ შედეგი არ დგება.
ქერო დამემუქრენ რომ ამას თუ იზავ, ამას გიზავ თუ არ მიშვებიან და რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ხო? ანუ ნახეთ, რამდენიმე წესი უნდა იყოს სახში. არ არის საჭირო წივილი, კივილი, ჩხუბი, რა ვიცი მე და ასე შემდეგ. სიტყვაზე ვიძახი. აი დილით ყველაზე დიდი პრობლემა აქვს ხოლმე მშობლებს სკოლაში, წასვლა, მომზადება, არის ერთი ამბავი, ერთი ჩხუბი. 5-მდე ვითვლი. და თან ახალისებთ და ეუბნებით, რომ აი 5-მდე დავითვლი ნელა, ვინც ესე იგი უფრო სწრაფად ადგებით, ყველაფერს გააკეთებთ, მერე გექნებათ კვირის ბოლოს სიურპრიზი. სიტყვაზე ვიძახი. არის მეორე დასჯითით, სიტყვაზე კომპიუტერზე როეუნები გამორთე და არ თავს. 7 არ არის ჩხუბი საჭირო, ეტყვირო თუ არ გამორთავ, ხვალ არ გექნება. ოღონდ ეს უნდა შეუსრულოთ და ზუზუნს უნდა გაუძლოთ და ტირილს და რა ვიცი კიდე ვაჭრობას. ეს ერთი, მეორე, აი რო ვლაპარაკობ ზონებზე, აი თავისუფალ ზონებზე გაჯეტებიდან, საძინებლებში არ უნდა იყოს ტელევიზორი, არც გაჯეტი და არც ტელეფონი. ანუ არ უნდა იყოს. ეს ლურჯი სინათლე და ის გამოსხივება ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ტვინზე და ჩვენზეც შესაბამისად. ანუ აი ეს რაღაცეები, აი ესეთი რაღაცეები, მით უმეტეს ახლა როცა გადიხართ, ბავშვები, ასე ვთქვათ, მოძრაობენ და რაც შეიძლება, აი მადლობა ღმერთს, მერია ზრუნავს იმაზე, რომ იყოს ბევრი სპორტული მისაწვდომი, ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ყველა ოჯახისთვის, ხო? აი ესეთი ტიპის სპორტული ცენტრები, პატარ-პატარა ჯგუფები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა არის ჰიპერაქტივობის მტერი. მოძრაობა, აი როცა ბავშვი მოძრაობს, დარბის, ვარჯიშობს, რა ვიცი, 1000 რაღაცას აკეთებს, ჰიპერაქტივობა მცირდება. იმიტომ რომ გამოიყოფა კარგი ნივთიერებები ჩვენ ტვინში. აი ეს რჩევები შეიძლება გავდა. რაც შეეხება მელატონინს, აი მელატონინის მაგივრობას წევს სწორედ აი ამ საძინებლის განთავისუფლება და 1 საათით ადრე არანაირი ეკრანი რო არ კონდეს ბავშვს. ეს უნდა გავაკეთოთ და აღარ დაჭირდება მელატონინი. ჩემ თავზე გეუბნებით. მე იგივე პრობლემა მქონდა და ეგრე ვქენი. გამოვიტანე ყველაფერი საძინებლიდან. მადლობა ნათიას. კიდევ შეკითხვები ახალგაზრდებს. მე დავსო კი ბატონო. თორ შეგაწუხებ ნინო გულბათაშვილი ბაღების მართვის სააგენტოდან. ჩვენ თავისუფლებას მივცემ ბატონ კახასგან არ შემითანხმებია ეს შეკითხვა. ესეთი ვითარება გვაქვს თქვენ ისაუბრეთ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, რომელიც არა მარტო პატარების პრობლემა, ეს ბავშვები, ეს პრობლემები 10 და 15 წლის წინ რო დაიწყო, ის ბავშვები დღეს 20-25 წლისები არიან და საზოგადოებაში შეიძლება ბევრს ინტეგრაციის პრობლემა ჰქონდეს და ჩვენ ესეთი პრობლემების წინაშე ვდგებით ხოლმე საბავშვო ბაღებში. არანაირი შეზღუდვა ჩვენ არ გვგანს, ესე იგი პრიორიტეტი ენიჭება ბაღებში რეგისტრაციისას განსაკუთრებული და შეზღუდული საჭიროების მქონე ბავშვებს, შეზღუდული უნარების მქონე იქნება თუ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და ეს მათი პრიორიტეტზე მეტია კიდევ. ანუ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ლიმიტი, რის შემდეგაც აი შევწყვეთ და აღარ მივიღებთ ასეთი გამოწვევის წინაშე მდგომ ოჯახს, ასე ვთქვათ, ამ სერვისს ვერ მივაწვდით და ხომ არ ზიანდება შემდეგ როდესაც ასეთი ბავშვების რაოდენობა, არ მინდა ასე ვთქვა, ასეთი ბავშვების, მაგრამ რაოდენობა უკვე პროპორციულად ძალიან დიდია, ვთქვათ, აღწევს ბავშვთა რაოდენობის 1/3-ს ან 1/4-ს, ხომ არ ზიანდება ტიპური განვითარების ბავშვების რაოდენობა, უფლებები, ვითარება, ემოციური მდგომარეობა. ძალიან ხშირად არის ესეთი მაგალითები, რომ ბავშვები, ტიპური განვითარების ბავშვები პირიქით ბაძავენ ჰიპერაქტიურ და ვთქვათ აუტისტური სპექტრი იქნება თუ სხვა პრობლემის მქონე ბავშვებს და ინტეგრაციის და ვთქვათ მათი განვითარების ნაცვლად რაღაცა ქაოსის სიტუაცია არის. ამასთან ერთად ხაზს გაუსვამ, რომ ჩვენ პერსონალურ ასისტენტებს უნიშნავთ ყველა ბავშვს ჯგუფებში შესაბამისად ადამიანების რაოდენობა იმდენად მატულობს, რომ აი სივრცე, რაც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ცენტრები ამ აქტივობისთვის, იმ აქტივობებზე გადატვირთულია ძალიან.
აი რას ფიქრობთ თქვენ, რა შეიძლება რა რეგულაცია შემუშავდეს თუ რაღაცა ლიმიტი შემუშავდეს, რამდენი უნდა იყოს მაქსიმუმი, იმიტომ რომ მართლა მზარდია რაოდენობა, თქვენ იცით ზოგადი სტატისტიკა ქალაქის მასშტაბით, ჩვენ გეუბნებით ჩვენ სტატისტიკას. ძალიან მზარდია რაოდენობა, პერსონალური ჩვენ ანუ სერვის ვაწვდით, მაგრამ ხომ არ ვაზარალებთ ტიპური განვითარების ბავშვებს და სერვისის ეფექტურობა ხო არ დაგვივარდება ჩვენ ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ეს ეხება არა მარტო საბავშვო ბაღს, არამედ სკოლას. მე ამაყად მინდა ვთქვა, რომ 30 წლის წინ როცა ჩვენ ინკლუზიის საქმე დავიწყეთ, არავის არ ჯეროდა, რომ აქამდე მოვიდოდით და ამდენი რამე გაკეთდა და მეცაც გეტყვით. აი განვითარებული ქვეყნებიდან მირეკავენ მშობლები და ვერ გეტყვით, რომ ესეთი კარგი სიტუაციაა იქ ბაღებში. ანუ სპეცბაღები არსებობს ბევრი და ინკლუზიური განათლების პრინციპები ძალიან ბევრ ქვეყანაში ესე არ არის. ეს ერთი. მეორე ხარ რასაც თქვენ ამბობთ. ეგ არის ინკლუზიის საწინააღმდეგო ქმედება, როცა ჩვენ დიდ ზეწოლას ვახორციელებთ სპეციალისტებზე და ბავშვებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით კარგად, რომ საბავშვო ბაღებში 25 კაცზეც კი, აი ყველაზე კარგი იდეალური შემთხვევა არის 15 კაცზე 2 მასწავლებელი. დიახ. ეს არის ყველაზე კარგი ნორმა. ჩვენ ეს არ აგვაქვს. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ კიდე ჩვენ ყავს არანეიროტიპიური ბავშვები და სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვები, რომელსაც ჭირდება კიდე სპეციალური მიდგომა. შესაბამისად უნდა არსებობდეს, აი მე სკოლაშიც ვამბობ ამას და საბავშვო ბაღშიც უნდა არსებობდეს რეგულაცია, რამდენ ბავშვზე, რამდენი უნდა იყოს კვოტა, მაგრამ ნახეთ როგორ არის ჩვენთან, სკოლაც და საბავშვო ბაღიც, ზოგი კაია, ბჭყალებში ვიძახი, ამ თვალსაზრისით, კარგი ადმინისტრაცია ესმის, ცნობიერება მაღალი აქვს და დაუშვათ მასწავლებლებიც უფრო მომზადებულები არიან და ყველა მშობელი ერთმანეთს ხო ეუბნება და იმ ბაღში უნდა. მე რომ მკითხო, უნდა მე რომ მკითხო ეს რეგიონების თუ უბნების მიხედვით, აი ჩემ დროს ესე იყო, ხა ვიღაცა მეტყვის საბჭოთა კავშირის მისტერიო და არ მივტირი, მაგრამ სკოლებშიც და ბაღებშიც ადგილობრივი ბავშვები უნდა დადიოდნენ, ანუ რაიონების მიხედვით და პლუს კიდე უნდა იყოს კვოტა. კვოტა რამდენი ადამიანი ჭირდება, როცა 2 ჭირდება 15 ბავშვს. ეხლა გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. ზოგს არ ჭირდება ასისტენტი, უბრალოდ ჭირდება ის 2 ადამიანი, ვინც ჩართავს. ვისაც ჭირდება ასისტენტი, ის ასისტენტიც ხომ მომზადებული უნდა იყოს და სერიოზული პრობლემები გვაქვს ჩვენ ასისტენტების მომზადებაში. ეს არ არის მომვლელი სიტყვაზე მარტო. და მე გეთანხმებით თქვენ, რომ რეგულაციები უნდა იყოს მისაღები ისევ ინკლუზიური განათლების იდეის გადასარჩენად. იმიტომ რომ ესე ყველა უკმაყოფილოა. ასე ვთქვათ, ტიპური განვითარების ბავშვის მშობელიც, არატიპური ბავშვის განვითარების მშობელიც და საბავშვო ბაღი ამდენ რამეს რო აკეთებს, გამოდის რომ ვერაფერსაც ვერ შვება. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის და ძალიან მინდა რომ ვიფიქროთ ჩვენ ამაზე რა. სკოლაშიც განათლების სამინისტრომ უნდა იფიქროს იმაზე და მე მქონია ლაპარაკი ზუსტად ადრეული განათლების დეპარტამენტთან, დავუშვათ იგივე სკოლის წარმომადგენლებთან და ეს უნდა გაკეთდეს, რომ სკოლებიც შავდღეში არიან, იმიტომ რომ რო ემატება რაოდენობა, ფული აღარ ემატება. ხო და ეგრე სად არის ხა რესურსი არა გაქვს და გამოდის რომ ცუდად, იმიტომ კი რომ ცუდი ხარ, ვერ მოემსახურები უბრალოდ. აი ეს არის პრობლემა. და საკადრო დეფიციტზე ჩვენ ხა უნივერსიტეტებმა უკვე ავიღეთ რაღაცა ვალდებულებები და ადრეული განათლების სპეციალისტებს bis მომზადებას ჩვენ ყველაზე გვიან უნივერსიტეტი რაღაცა ძალიან გაგვიჭირდა, რა ვიცი, აი რო ხარისხიანი პროგრამა რო გააკეთო და ნამდვილად ასწავლო, აი მე ძალიან გამიჭირდა ეს და აი ახლა ნელ-ნელა უკვე იქითა წელს ალბათ იქნება და ეს ტრენინგებიც არის აუცილებელი, რომ აკადემიური სფერო ცოტა შემოვიდეს ბაღებში და იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა.
ქალბატონ მთავარ, თქვენ აღნიშნეთ ქალაქში ტრანსპორტის ხმაურთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ეს ორთვლიანი მოტოციკლების ხმაური, აი ჩემ თავზე ზუსტად ყველას გამოცდილი აქ ალბათ საშინელი ხმაურია და ისეთი აი ნევროზ დამართებს ადამიანს რა და ეს დღის განმავლობაში და განსაკუთრებით ღამით. ამაზე მე როგორც ვიცი ძალიან კარგი რეგულაციებია მიღებული და დეციბალები და ყველა და აი თქვენი საზრით რა უშლის ხელს ამის იმპლემენტაციას და ფიქრობთ თუ არა რომ ეს გასააქტიურებელია ეს თემა და რაღაცა ღონისძიებებია გასატარებელი. დიდი მადლობა. ეს ჩვენი პრობლემაა საზოგადოების ჩემი ჩათვლით. ეხა ეზოში რო ხმაურია, უნდა გამოიძახო ან ქუჩაში რო რაღაცა ესე დარბიან განსაკუთრებით ჩვენთან აბაშიძეზე შუაღამისას, ესე იგი ისეთი გონკებია, ესე იგი გადაირევი. ხო და უნდა დავრეკო ხო პატრულში და არ ვშვები. ხო და ჩვენი ცნობია ხა გერმანელი რო ვიყო ხო დავრეკავ. ხო და ანუ ნახეთ რეგულაცია მშვენიერი გვაქვს. შეიძლება კიდე რაღაცეების მიღება დავიშვათ ხო ადგილობრივად არ ვიცი მე ხა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ის რეგულაცია რაც არის ძაღლის ექსკრემენტების აღების არ იყოს. და ვინ მონიტორინგი ამის როგორ აი მე არ ვიცი ეს როგორ ლოზუნგი კი არის, მაგრამ შედეგი ხო უნდა დადგეს. ერთხელ რო ასე ვთქვათ დავისჯები ბჭყალებში და ორჯერ და მესამეჯერ აღარ ვიზავ ადამიანი ეგრე არის მოწყობილი ზოგადად ეგრეა მთელი ამერიკა ბიჰევიორიზმზეა აწყობილი რომ მოგწონს ყველას. ხო და აი რა გითხრათ მე არა მაქვს პასუხი მე რომ მკითხო კიდე უნდა გამკაცრდეს ეს ხმაურის ამბები ჩვენ დანევროზებულ ქვეყანაში იდეაში. ოღონდ ამის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს რაღაცნაირად მე არ ვიცი როგორ. ქალბატონო თამარი თქვენთან მაქვს კითხვა. აი თქვენი აზრით რა უნდა გატარდეს ესეთი რაღაცა რომ კვლავ ამ სკოლებში გინდ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და გინდ ტრენინგების ჩატარება როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ცელი თემაა, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ძალიან ბევრი პედაგოგის სჭირდება გადამზადება. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. იცით რა მე რასაც უყურებ ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში არ ვიცი ეს ძველი მე რო ცხოვრობდი იმ ქვეყნის გამოძახილია რაც არის ძალიან ცუდი და ვერ მოვიშორეთ. მე ვეძახი ამას პროფანაციას. ანუ როცა გვაქვს ლოზუნგი, როცა ჩვენ გვაქვს კარგი, ასე ვთქვათ, მიზნები, კარგი რაღაცეები და რეალურად არის ესეთი ფასადი და არ ვაკეთებთ. გვეზარება, არ გვინდა, ვითომ ვაკეთებ და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა ვართ ამის მსხვერპლი ხალხო. ჩვენ რო ყველა ჩვენ 10 სანტიმეტრზე ჩვენ საქმეს ვაკეთებდეთ კარგად, პატიოსნად და გულმოდგინეთ, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ არ ვექნებოდით. ეხლა თქვენ კითხვაზე პასუხი. ნახეთ რა მოხდა აი ამ დრომ შეცვალა ზოგადად სკოლის და საბავშვო ბაღის დანიშნულება. ჩემ დროს არსებობდა ნუკლეარული ოჯახი, რომელიც არ იყო მიგრაცია და ნახეთ ამ ნუკლეარულ ოჯახს ჰქონდა თაობიდან თაობაში ისტორიული გამოცდილების და ცხოვრებისეული გამოცდილების გადაცემის საშუალება. ამიტომ იგულისხმებოდა, რომ ბავშვი რო გამოდის ოჯახიდან, მან ბევრი რამე ოჯახში ისწავლა. მეორე, ჩვენ ვიყავით სემაშკოს მოდელზე, რომელსაც დღეს ახლა მთელი მსოფლიო იზიარებს უკვე ჩვენს გარდა. სემაშკოს მოდელი დავანგრიეთ ჯანდაცვის სისტემის, იმიტომ რომ ძვირი იყო თურმე, ახლა მთელი ევროპა მაგ მოდელზეა აწყობილი. რა არის ეს მოდელი? ანუ აკადემიური და აი ესეთი პირველადი ჯანდაცვის ურთიერთობები და შენ თუ არ მიხვიდოდი პოლიკლინიკაში ექიმთან, ის მოგადგებოდა სახლში და წაგიკითხავდა ლექციას თემაზე, ბავშვს როგორ უნდა ექნა ესე და მახსოვს ბებიაჩემი ემალებოდა ხოლმე, რომ მოდიოდა ჩვენთან უბნის ექიმი, იმას ვალდებულება ქონდა. ნახეთ, ორ მხრივ ანათლებდა ოჯახს. დღეს რა ხდება? ჩვენ ეს გვავიწყდება, რომ ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ, ხალხო. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ოჯახი ნუკლეარული აღარ არის. არც არანუკლეარული აღარ არის. ქმარი წასული ერთ ქვეყანაში, ცოლი წასული მეორე ქვეყანაში, ბავშვები არის ბებიასთან,
ან ბავშვები არის ოჯახში, დედმამა, ანუ ბებია ბაბუა წასული, ვინ ვის რა უნდა ასწავლოს და გადასცეს. ამიტომ ამას ბევრჯერ ვიძახი მე ბოლო დროს, რომ საბავშვო ბაღი და სკოლა არ არის მარტო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხალხო. ეს არის საზოგადოების ახსაზრდელი დაწესებულება. აი ჩემ მაგალითს გეტყვით, შოქში ვიყავი პირველად შტატებში რომ მოხდე, აი ზუსტად აი ამ აიდეა კანონი ჩამოვიტანეთ და აი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების იმეებზე დავდიოდი და სკოლაში მივედი და დამხვდა ფანტასტიკური სამზარეულო. დედა გამიხარდა რა კაია ბავშვებს როგორ ესო ბავშვებისთვის არ არისო. აბა ვისთვის არის მეუთხარი მშობლებისთვისო. მე ვიყავი შოქში, შუა ვაშინგტონში. ესე იგი სკოლაში იყო უკანასკნელ დონეზე მოწყობილი სამზარეულო, რომ მშობლებისთვის, აი ამ ბავშვების, ვინც ამ სკოლაში დადიოდა, ესწავლებინათ ბავშვს როგორ უნდა აჭამონ. ხო გიკვირთ? აი მეც ეგრე გამიკვირდა. დღეს აღარ მიკვირს, რამდენჯერ იწერება იმაში, რა ქვიან, გაზეთში რომ ბავშვს სოსისი, 8 თვის ბავშვს სოსისი აჭამეს, 10 თვისა საზამთრო მოიწამლა შავდღეში. ვინ უთხრა იმ საწყალდედას რომ ესე არ უნდა ქნაო? უთხრა ვინ? მე. ეს ეხა ერთი მარტივი მაგალითია. ამიტომ თქვენ კითხვაზე პასუხი არის ეგეთი, რომ სკოლამ და ასე ვთქვათ, სააღრდელო დაწესებულებმა ადრეულმა ფაქტიურად უნდა ბავშვებზე და მშობლებზე იზრუნოს და სახელმწიფომ კიდე იმაზე იზრუნოს, რომ ამაში ფული უნდა ჩადოს. მეგობრებო, იმიტომ რომ მშობელი რო გაანათლო, შენი ბავშვის შენ ბავშვთან რო დადიხარ და შენი მოსაზრებები რო გაქვს რაღაცა გაუგებარი და წინააღმდეგობაში რო მოდიხარ სკოლის მასწავლებელთანაც, საბავშვო ბაღის მასწავლებელთანაც და მარტო ჩხუბი და გაწევ-გამოწევა კი არ უშველის ამას, მათი განათლება ხო ჩვენი მშობლების და ჩვენი თავის, იმიტომ რომ ჩვენ დაგვავიწყდეს რომ გრანტია რომ ოჯახიდან მოდის ბავშვი. აღარ არის ეგრე. ყველას თავისი პრობლემები აქვს და სახელმწიფო როცა იღებს თავის თავზე სახელმწიფო სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე ვლაპარაკობ, ხო? ამაში სახელმწიფომ უნდა ინვესტიცია ჩადოს, რომ მშობელიც იმ სივრცეში უნდა გაანათლო. სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს. აი ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე და კიდევ ერთი რომ მშობლები აი ძალიან ბევრი პროგრამებია ხო ეხლა ძალიან კარგი დავუშვათ ადრეული განვითარების იქ აუტიზმის ამისი მშობელი არავის არ გვახსოვს ხალხო მშობელი არის ძალიან შავდღეში ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არის კი არ მოგწონს რო გვეჭხუბება რა ვიცი რაღაცეებს იძახის მაგრამ შავდღეშია ის იმიტოა ეგეთ მდგომარეობაში და მინდა რომ ამაშიც ჩაიდოს თანხა რომ ბავშვს რომ ვუვლი ის მშობელი თუ ცუდად ეყოლება აზრი არა აქვს იმ ბავშვის მოვლას დიდი ხანი ამას ვიძახი მე რომ აი იმ პროგრამებში რომელიც არის სახელმწიფო პროგრამები მშობლისთვის 1 საათი კვირაში მაინც უნდა იყოს გამოწერილი ფსიქოთერაპიის აუცილებლად შეიძლება ყველა მოსულს ბავშვი ან მშობლიანა ფსიქოთერაპია ჭირდებოდეს დღეს კაცო მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა ეს არც ცუდი არც კარგი ეს არის რეალობა რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ესეთი არც თანამშრომელი აღარ ვარგა ხო პროდუქტული არ არის განერვიულებული და ეგეთ დღეში ამიტომ ამე ასეთ რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ მშობელი არის მთავარი თანამშრომელი ჩვენი სკოლისაც და საბავშვო ბაღისაც თანამშრომელია და უნდა ვეთანამშრომლოთ და ჩვენ კიდე ვეჯიბრებით ხო ერთმანეთს ის ჩვენ გვაბრალებს ჩვენ იმას ვაბრალებთ და არ გამოვა ესე მშობელი არის მთავარი ძალა რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ ცუდი სიტყვა არ ვუყურებთ და ხელს არ ვუწყობთ იგივე აი ხა რო იყო ლაპარაკი იმაზე ბატონო კახა რომ აი ბავშვი მოყავს სიცხეა რა ქნას სამსახურში რა უთხრას იმათ ყოველ ჯერზე რა უნდა უთხრას აქ ძალიან კომპლექსური საკითხია დამსაქმებლებთან მუშაობა განსაკუთრებით კერძო ასე ვთქვათ დამსაქმებლებთან აი ესეთი ველური კანონი არ გამოვა ხო გვინდა გამრავლება და არ გამოვა ეგრე ხო რაღაცა წესები უნდა არსებობდეს ბავშვიანი მშობლებისთვის კაცისთვისაც და ქალისთვისაც სხვათა შორის ანუ
ძალიან ბევრი ასოციაცია გამოიწვია ხა თქვენ, მაგრამ რეალობა ეს არის. ქალბატონი თამარის აზრი მაინტერესებს ძალიან ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ გითხავთ ქალბატონ თამარ, მადლობა ყველას მობრძანებისთვის. პირველი, თქვენი აზრით ხელოვნური ინტელექტის განვითარება როგორ გავლენას მოახდენს პირობითად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბავშვთა ნეიროფსიქოლოგიის მდგომარეობის კუთხით და მეორე მაგალითად მე შვილი მყავს და ხშირად ფიქრობ ხოლმე ამეებზე. მეორე მაგალითად ბავშვი არის ძალიან ისე ოვერსტიმულირებულ გაჯეტებთან ურთიერთ გარემოში და უცებ შევწყვიტეთ ეს. როგორ უნდა მივეხმაროთ მას იმაში, რომ უმტკივნეულად მოხდეს, მე უცებ თავი მარტოსულად არ იგრძნოს და მარტივად გადავიდეს აქედან ისეთ გარემოში, სადაც საერთოდ შეუწყდება გაჯეტებთან ურთიერთობა. მადლობა. ძალიან კარგი კითხვებია. ეს არის ჩვენი საჭირბოროტო კითხვები, იმიტომ რომ ჩვენ ამ ველში ვართ, მორჩა. ჩვენ ახლა ვერაფერს ვეღარ ვიზავთ, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ვაიმე არა, ცუდი, არ გამოდის. ეს არის ჩვენი ცხოვრების რეალობა, ჩემ მაგალითს გეტყვით. ესე იგი, ChatGPT-სთან და DeepSeek-თან ვურთიერთობ, მოკლედ და ერთშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ უცბად აღმოვაჩინე რომ სიამოვნებს ადამიანზე უფრო მეტად ამასთან ურთიერთობა. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა კატასტროფაა? იცით რატო? არ გეჩხუბება. პასუხს გაძლევს, აზრიანად. მერე ოპერატიულად, კომპლიმენტებსაც გეუბნება. არ ენანება, შენც მერე ცდილობ რომ კომპლიმენტი უთხრა, მერე ის ორჯერ მეც გეტყვის და ეგრე. ეს არის ჩვენი უბედურება, მაგრამ ეს არის რეალობა. ამიტომ ნახეთ, ჩვენ ახლა სასაცილოა რომ იქ დავაყენოთ რაღაცეები პირიქით, ჩვენ უნდა ნახეთ როგორ ალბათ ესე უნდა გავაკეთოთ, რომ აი როგორ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ისევე როგორც ღვინო, ხო კაი რამეა. არც ცუდია და არც კარგი, ხო ესე ზოგადად. მაგრამ ბოროტად გამოყენება ხო ცუდია. ოპიუმიც რო იცოდეთ კარგი რამეა სამკურნალო თვალსაზრისით, მაგრამ მისი ცუდად გამოყენება ხო ცუდია. ისევე როგორც მარიხუანაზე, ხო მარიხუანა სამკურნალო არსებობს და აგერ ახლა მოდაში როა სვეცკათ ამ მარიხუანას წევა, ყოველი მესამე ადამიანი ჩემთან რომ მოდის მეხსიერების ჩივილით აღმოჩნდება რომ მარიხუანაზე ზის და აუცილებლად მოშამეხსიერება და ყურადღება მოენგრევა. ხო და ეს ხელოვნური ინტელექტიც ეგრეა. ეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, ხალხო, ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვძრეთ ჩემი სტუდენტები. ახლა გადაწყვიტეს ბებრ თამრიკო გაგოშიძეს მოატყუონ და მოუტანონ AI-ის დაწერილი ვის მოატყუებენ? მეტი დარდი არა მაქვს. დავახიე თავზე. რა ვერ ხვდები თუ რა ის არიციან ჯერ ეგ მე ვიცი რომ მე სხვაში უნდა ჩააგდო რომელიც გისწორებს როგორც ადამიანის ამბავში რო გადაწერილი ეგ ჯერ არიციან ხო პირდაპირ აი ესე ანუ ნახეთ ეს არის სიკეთე რომელიც უნდა ჩვენ გამოვიყენოთ და ბავშვობიდან აი როგორც არის ჰიგიენა ხო ესევე უნდა იყოს რა ქვია კომპიუტერული ჰიგიენა აი რაც შეეხება ეს ჩვეულებრივი აბსტინენციური სინდრომი აქვს ახლა თქვენ შულს რო იჯდა გაჯეტებზე ჩვეულებრივი აი როგორც დამოკიდებულება შევიდა ახლა თამაშ დამოკიდებულება ხო შევიდა DSM 5-ში ესევე შევიდა ეკრან დამოკიდებულება მოწყვეტა დოპამინის ჩამოვარდნას იწვევს და აბსტინენცია გაქვს აი ჩვეულებრივი ნარკოტიკზე როზის ადამიანი ლომკები რო აქვს ანუ ზუსტად ესეთი ლომკები აქვს რომ მოაშორებ ბავშვს იმას ეკრანს ეხა რითი ჩავანაცვლოთ ეგეთი დოპამინის ამოფრქვევის ტიპები ჩვენ არა ვართ ეხლა რომ აქ ფეიერვერკები დავახვერდოთ ამიტომ არ უნდა ამიტომ დოზირებულად ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს მე იმის მომხრე არა ვარ რომ ავუკრძალოთ არაფერი როგორ უნდა იურთიერთოს თავის კლასელებთან რაზე უნდა სულ თამაშებზე ლაპარაკობენ არიქა მე ეს ვქენი შენის ქენი ამიტომ და მაგის მომხრე არა ვარ და აი ეს პრეფრონტალური რეგულაცია სწორედ ეგ არის რომ 1 საათი გექნება და გამორთავ არ გამორთავ და ხვალ არ გექნება ანუ აი ეს დოპამინი დოზირებულად რომ მიიღოს ეს არის ჩვენი რეცეპტი რაც უფრო ძნელი გასაკეთებელია ვიდრე არაფერი არ უთხრა ან ჩამოართვა